გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენო მაყურებლებო, ეს არის რიგით მეოთხე ჩაწერა წმინდა ილია მართლის გზით გადაცემა, რომელიც ეძღვნება მიმდინარე საკითხებს და ჩვენ ისტორიული ექსკურსიების გვაქვს, ყველა მწვავე საკითხს მიმოვიხილავთ და ვცდილობთ რომ ჩვენი პატრიოტები რაღაცნაირად მოვიზიდოთ ჩვენსკენ ამ გადაცემისკენ წამოჭრათ პრობლემები და არა მარტო პრობლემები, არამედ გადაწყვეტის გზების დავსახოთ. ეს არ უნდა იყოს გადაცემა მარტო გადაცემისთვის და მარტო პრობლემის წარმოჩინებისათვის, იმიტომ რომ რაღაცა გზაც უნდა დავსახოთ. ამ გადაცემის ფორმატში ბევრი რამის მოსწრება და თქმა შეუძლებელია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ გულხურვალე მამულიშვილები თქვენთან ერთად შემომეგობრებო ბევრ კითხვაზე გავცემთ პასუხს და ბევრ კითხვაზე ესე იგი ვიპოვით გამოსავალს. აი გავიდა კიდევ ერთი კვირა, კიდევ ერთი 7 დღით მივუახლოვდით მარადისობას და ამ 7 დღემ, ამ 7 ლამაზმა დღემ გაიარა, ჩაიყარა მარადისობის ყულაბაში და ასე ვთქვათ, მივუახლოვდით აი იმ პროცესებს, რა პროცესებიც ქვია ჩვენი პირადი ცხოვრების დაკლება და დღეების შემცირება და ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ყველა ადამიანი იმაზე, რომ როდესაც წავდგებით ღვთის წინაშე, რა პასუხს გავცემთ მას, არა მარტო პირადი ცხოვრების კუთხით, არამედ საზოგადო ცხოვრების კუთხითაც. რა შევძინეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მამულს, ჩვენს სამშობლოს, როგორ ვიღვაწეთ. სულ ერთია განურჩევლად აი პროფესიისა, ყველას გვევალება, რომ რაღაცა ღვაწლი გავიღოთ მოყვასისადმი და იმ ერთობისადმი, რაც არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი საქრისტიანო. მრავალი პრობლემა არსებობს დღეს, მაგრამ განსაკუთრებით მინდა დღევანდელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც მე მთხოვეს ჩვენმა ეროვნულმა მოღვაწეებმა, ქრისტიანებმა და საერთოდ ერში ეს არის მოარული აზრი ასეთი, რომ ის კანონები, რაც წინამთავრობებმა, ასე თქვათ, მიიღო, რომელიც არ შეესაბამებოდა ჩვენს ეროვნულ სულისკვეთებას და მენტალიტეტს, რომელსაც გამოიწვია ასე თქვათ აი იმ კანონის გამოცხობა, ასე თქვათ, რასაც ქვია ანტიდისკრიმინაციული კანონი. მე გაგახსენებთ აი ამ ისტორიას წინა წლებიდან იყო ასეთი სურვილი ჩვენი ერის ნაწილისა, რომ ეს კანონი არ მიღებულიყო და გახსოვთ ალბათ ქუთაისის პარლამენტთან მრავალათასიანი მიტინგები, ჩვენ მაშინ ჩავედით ავტობუსებით, ჩვენი მამები წინ მიგოძღოდნენ, ჩვენი ეკლესია ყოველთვის ფხიზლად იყო ამ კუთხით და აფრთხილებდა მაშინდელ პარლამენტარებს, მაშინდელ პოლიტიკოსებს, რომ ეს კანონი არ უნდა მიღებულიყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმიტომ რომ ეს წვანეს აუნთებდა იმ პროცესებს, იმ ესე იგი ცუდ ვითარებას ქვეყანაში, იმ ზნეობრივი თამასის ჩამოწევას, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია უკვე მოსალოდნელი იმ გეი პარადებისა და იმ საშიშროებისა და იმ აგორებული ტალღის ესე იგი მოზღვევება ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა წარმატებით აღუდგა და სამწუხაროდ ბევრი შემოხლისა და მithმა-მოთქმის ესე იგი თემა გახდა. და ძალიან ბევრიც დაზარალდა ამ კუთხით, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სამშობლო მორალურად დააზარალა ამ კანონის მიღებამ. მიუხედავად იმისა, რომ მე კარგად მახსოვს, იქ ჩვენ შევხვდით დეპუტატებს, გამოვიყანეთ, თხოვეთ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, ყოველ შემთხვევაში შეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას და წინააღმდეგ მაინც ასულიყო რამოდენიმე თვალსაჩინო მამულიშვილი, მაგრამ მათ რატომღაც საბოლოო ჯამში ჩვენ სახთად აგვტოვეს იმ კუთხით, რომ აღმოჩნდა, რომ ეს კანონი ერთხმად იქნა სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ მიღებული. ასე რომ იქ ჩვენ მაშინ ერი იქ მორალურად დამარცხდა და უწმინდესმაც თქვა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ
ესე გაივლისო ეპოქებიო, თაობებიო, გაიზრდებიანო და იტყვიანო, რომ როგორ შეგვეშალაო ესო ჩვენო, რამხელა შეცდომა დაუშვითო. ეხლა მე ზუსტ პერეფრას ვერ ვაკეთებ ამ მისი სიტყვების, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გულდამდუღრულმა ჩვენმა უწმინდესმა თქვა აი თავისი მაღალი ტრიბუნიდან, რომ ეს შეგვეშალაო, როგორცოერსო, მთელ ერს შეგვეშალა ესო. საქმე იმაშია მეგობრებო, რომ შეიძლება აქ პატარა ესე იგი ნიუანსი, პატარა ესე განმარტებას თქვათ, რომ შეიძლება ყველას ერთად შეგვეშალა, მაგრამ ნამდვილად უნდა ავაღიაროთ ის ფაქტი, რომ ყოველთვის იყო ის მოაზროვნე ნაწილი, გულმხრივალი ნაწილი ჩვენი ერისა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის სახით, რომელიც განგაშის ზარებს რეკავდა მაშინაც და ჩვენ სამღვდელოებასთან ერთად, აი სწორედ ქუთაისის პარლამენტთან ტარდებოდა, მე ვიყავი ამის მომწრე და მონაწილე, აი ამ მიტინგების ასობით ავტობუსი იყო იქ ჩასული და მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომ ამ პარლამენტს არ მიეღო ეს კანონი. ამის შემდეგ მოყვა სწორედ ეს იუვენალური კანონის მიღება და მთელი რიგი კანონების მიღება, მიწის კანონი ისეთნაირად შესწორდა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქართული მიწები დაიტაცეს და ბოლოს დღეს ხომ გეუბნებით აი ამ ეს არაბების ჩამოსახლებად სამწუხაროდ აი ამ მიწის არასრულყოფილი მიწის კანონის ესე იგი გამოძახილია. და რა აზრი არის საზოგადოებაში ამჟამად, აი მე მინდა გავახმოვანო, რომ აღარ მოხდეს პარლამენტის მიერ და საერთოდ მთავრობის მიერ ესეთი კანონების მიღება და ესეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ეწინააღმდეგება ერის ეროვნულ მისწრაფებებს, ხომ არ არის უპრიანი, რომ ჩვენ დედა ეკლესიას გადავცეთ, ერმა გადასცეს თვითონ უფლება იმისა, რომ ისეთი კანონები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენ საქრისტიანოს მორალურ ზნეობრივ კრედოს, რომელიც ესე იგი ერის ზნეობრივ თამასას დაბლაწევს და არის საშიშროება სწორედ მორალური გაპარტახებისა და მთელი რიგი ესე იგი ცუდი პროცესებისა ქვეყანაში, კანონები, რომლებიც ნაბიჯები, სამთავრობო ნაბიჯები, რომლებიც სწორედ ეროვნულ გარემოს, თუნდაც დემოგრაფიულ გარემოს ესე იგი დაბლასწევს და ემუქრება ჩვენ ქართული გარემოს ესე იგი შელახვით, ხომ არ შეიძლება რომ დედა ეკლესიას ჩვენ მივცეთ ვეტოს უფლება ასეთ კანონებზე. როგორ რა ფორმით ეს რა თქმა უნდა საფიქრალია, ალბათ წმინდა სინოდს უნდა კონდეს იმის უფლება, რომ როდესაც გამოიტანს ერთ ან რომელიმე კანონზე ესე იგი უარყოფით დასკვნას და განგაშის ზარს შემოკრავს, ამის შემდეგ უნდა იყოს რაღაცნაირად მექანიზმი, რომლის საშუალებითაც კანონი დამუხრუჭდეს და ესე იგი შემდეგი განხილვის ესე იგი საგნად და მიზეზად გადაიქცეს და შესაძლებელია აქ კიდევ კომპრომისი ისეთნაირი, რომ აი ეს გაუქმებული სწორედ ესე იგი რეფერენდუმის კანონი, რომელიც არ მუშაობს, სამწუხაროდ ამდენი ხნის განმავლობაში ჩაირთოს, ამუშავდეს და სწორედ საკამათო კანონი შემდეგ გახდეს რეფერენდუმით გადაწყვეტის და მიღების ესე იგი რეფერენდუმით გადაწყდეს ამ კანონის მიღება. აი ეს აზრი ჩვენ ბევრმა გთხოვა, რომ დღეს გაგვეჟღერებინა აი ამ მაღალი ტრიბუნიდან და რა თქმა უნდა ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ საჭიროა რაღაცა გამოსავალის პოვნა. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ არსებობს ძალიან დიდი დაწოლა და ჩვენ ეს კანონები, ანტიდისკრიმინაციული კანონი, იუმენალური კანონი, თქვათ, ის ცუდი კანონი მიწის შესახებ, რომელსაც ამდენი ლაფსუსები აქვს და ამდენი ესე იგი მომენტები, რომელიც ჩვენ დღევანდელ რეალობას და ეროვნულ უშიშროებას არ შეესაბამება, მიღებული იქნა სწორედ გარედან დაწოლის შემდეგ და რომ არ იყოს აი ესეთი რომ ავირიდეთ აი ესეთი გარედან დაწოლებით მიღებული კანონების ესე იგი შემდგომში კიდევ
მთელი პლეადა, რომელიც ჩვენი ერის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და არ მოემსახურება, სწორედ რაღაცა მექანიზმი უნდა შევქმნათ, რაღაცა მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ კანონი, რომელიც საქართველოსთვის არ არის და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი არ არის, უნდა დამოხრუჭდეს რაღაცნაირად და გადაიხედოს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობით პარლამენტმა რაღაცა დროის მოცემულ მომენტში ეს კანონი მიიღო. აქ მექანიზმი ისევ და ისევ ხომ გეუბნებით ჩვენ დედა ეკლესიას, ჩვენ ჯვარცმულ ეკლესიას ისტორიის მანძილზე აქ უდიდესი დამსახურება და ყოველთვის მოწინავე და ყოველთვის ნამდვილად ესე იგი ღირსებით იდგა მთელი ამ ისტორიის მანძილზე, თუნდაც უახლეს ისტორიას რომ გადახედავთ, მაშინაც კი ამის გამო მიეცეს დედა ეკლესიას ამის უფლება, ერმა მისცეს ამის უფლება, რომ ვეტო დაადოს ამ კანონს. იურიდიულად და ტექნიკურად ეს როგორ მოხდება, ალბათ იურისტების გადასაწყვეტია და შემდგომ ესე იგი კანონი გავიდეს რეფერენდუმზე. ანუ ერმა განიხილოს შემდგომში თქვათ არის თუ არა ეს მოცემული კანონი მისაღები. ან თქვათ რა კუთხით შეიძლება ეს შემდგომში მივიღოთ. თუ მისი აცილება არ არის შესაძლებელი. აი ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ ამგვარად მიგვეღო ჩვენ ასე ვთქვათ, მე ბჭყალებში ამბობ ამ სიტყვას მიგვეღო რომ ამგვარ ფილდში რომ გასულიყო, შემდგომში მომავალში უკვე აღარ იქნებოდა თავში საცემი და ესე იგი საერთოდ გასაუქმებელი ან უკან გასაწვევი. ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად შეიძლება რეფერენდუმის გზით კომპრომისი მონახულიყო და არც წვადი დაგვეწვა და არც შამფური, ასე ვთქვათ, ევროპული დაწოლაც ესე აგვეცილებინა თავიდან და ისეთნაირი კანონი მივიღო, რომელიც მეტნაკლებად ჩვენ ზნეობრივ და ეროვნულ ინტერესებს დააკმაყოფილებდა. აი მეგობრებო, ესეთნაირად მე შევეცადე, რომ მე თქვა მე მგონია დედა აზრი სწორედ გადავეცი. მართალია ამას სხვანაირი ჩამოყალიბება უნდა, ალბათ ამაზე მომავალში იურისტები იფიქრებენ, თუ იქნება ეს ერის ნება და თუ ამ ესე იგი ინიციატივამ ერში ფართო გამოძახილი გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში სულ არის ამის საშუალება, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სულ იქნება დაწოლა, ამ დაწოლას ჩვენ საერთაშორისო დაწერას ასეთი პატარა ქვეყანა ვერასდროს გვერდს ვერ აულის, ამიტომ რაღაცნაირი იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ, ასეთი დაწოლების კვალობაზე ყოველთვის უნდა იყოს რაღაც მექანიზმი, რომ შემდგომში ეს თავს მოხვეული რაღაცა გარედან კანონი, რომელიც პროექტის სახით შემოდის პარლამენტში, გავიდეს რაღაც ფილტრში. და შემდგომ გადავიდეს სწორედ განსახილველად ფართო ეროვნულ, ესე იგი, სადისკუსიო და ჯაბაასისთვის რეფერენდუმის გზით. აი, ჩემო მეგობრებო, რა სიტყვით ბატონო გიგა ამ თემაზე, ესე იგი, შესაძლებელი იყო თუ არა მაშინ აგვერიდებინა ეს კანონი იმ ფორმით, როგორც მიღებული იქნა ქუთაისში მაშინ ანტიდისკრიმინაციული კანონი. გამარჯობათ მეგობრებო. ჩემო გიორგი, მართლა ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა გამოვიარეთ აი ამ ჩვენი უახლოესი 10-12 წლის მანძილზე, რომელიც მართლა მეუღებელი იყო, არა მარტო პირადად ჩვენთვის, არამედ მართლა მთელი ქართველი ერისთვის. და რომელზეც უბრალოდ აი მიღებულ კანონს, რომელიც მიიღეს, დღეს აპირებენ ვითომ გამოსწორებას და დღეს მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ეს ყველაფერი იყო ზემოდან დაწოლით, ეს უცხოეთიდან დაწოლით. და ყველა ცუდი რა არის, იცით, ჩვენ ახლა ძალიან კარგად მახსოვს, მე პატრიარქთან იყო ჩაწერილი ინტერვიუ. და ჟურნალისტი ეკითხება, რომ აი ჩვენო წმინდესო, თქვენთანო ყველა პრეზიდენტიო, ყველა პრემიერ-მინისტრიო, მინისტრებიო თქვენთანო მოდიანო და არჩევასო გეკითხებიანო. და თქვენსო იმედია, რომ არჩევებს ეუნებითო და ესენიც უასრულებენ და გაეცინა მაშინ პატრიარქს და თქვა ესეთი სიტყვა, რომ კიო ძალიან ბევრი ადამიანი მოდისო პრეზიდენტებიო, სულ ყველანიო რამოდენიმეჯერ მოდიოდენო
წელიწადშიო, პრემიერ-მინისტრებიო, მინისტრებიო, მაგრამ ჩემი არც ერთი რჩევა არ გაუთვალისწინებიათ. აი ეს არის ტრაგედია ხალხო, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი არის მართლა ერისთვის და აი ამ ტკივილს ჩვენ დღევანდელ დღეს ვიმკით. იმიტომ რომ არსებობს რაღაცა, რაც ვიღაცას უნდა კითხო. და ჩვენ გვყავს ადამიანი ღმერთმა მოგვილინა ისეთი ადამიანი, რომელიც მსოფლიოში არავის არ აყავს. ჩვენ ქართველებს გვყავს მარტო. და ამ ადამიანის რჩევა დარიგებას რომ არ გაითვალისწინებ. გინდა მთავრობის წევრი იქნები, გინდა პარლამენტის წევრი იქნები, გინდა პრემიერ-მინისტრი იქნები, გინდა პრეზიდენტი იქნები და რომ არ გაითვალისწინებ. ეს არის ტრაგედია. და დღევანდელ დღესაც ეს უბედურება რაც ხდება ჩვენ თავს, ამიტომაც არის ეს. ჩვენ გვახსოვთ ხო 9 აპრილს, რომ არ გაითვალისწინეს პატრიარქის მოწოდება, რა უბედურება დაგვეწყდა თავს. ზუსტად იგივე იყო, რომ აი პატრიარქმა ისიც კი არ იცოდა, რომ ის ჯარი დაელოცა თუ მართლა ომს აპირებდნენ 2008-ში. ისე შევარდნენ ცხინვალში. და რა უბედურებას დატრიალდა და რაც მივიღეთ ეს დავინახეთ ხო? არავინ არ შეეკითხა. და თქვენ კარგად იცით, როცა იყო ომი და როცა იყო ბრძოლები და როცა იყო განსაცდელი პირველ რიგში წინ იდგა ეკლესია, რომელიც ლოცავდა, აკურთხებდა და მე ბრძოლაში მიდიოდა ხალხი და იმარჯვებდნენ კიდეც. დღესდღეობით აი ეს ყველაფერი, ეს მადლი არის მოკლებული. მოკლებული არის. აი ამაზე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ ის მადლი, რომელიც ჩვენ საქართველოზე გადმოდიოდა, ის მადლი, რომელიც ჩვენ ღვთისმშობლის ფარველი, ღვთისმშობელი გვფარავს რომ ვიძახით, ის მადლი ჩვენ დავკარგეთ. დავკარგეთ, რატო დავკარგეთ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქცევით ისე, არ ვცხოვრობთ იმ ცხოვრების წესით, რა ცხოვრების წესითაც უნდა ვიცხოვროთ. თანაც მაგალითი არის პირველ რიგში ყველაზე უფრო იმ ცხოვრების წესით, იმ ადაწესით უნდა იცხოვროს მთავრობის წევრებმა, პარლამენტის წევრებმა. და დაანახოს ისინი მაგალითები უნდა იყვნენ იმ ადამიანების, იმ ხალხის, რომ აი როგორ უნდა იცხოვროს მომავალმა თაობამ, როგორ უნდა იცხოვროს აი ამ ჩვენმა თაობამ. რა გაჭირვებას უნდა გაუძლონ. დღეს პირიქით ხდება ყველაფერი. დღეს ხდება ის, რომ ბიზნესი გახადეს პარლამენტში შესვლა. ყველა მილიონერი პარლამენტში შედის. მინისტრები ყველა მილიონერები გახდნენ. და ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ დავკარგეთ ის სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ უნდა გაგვაჩნდეს. ის მილიონერი საიდან ხდება? ხდება იქიდან, რომ არ ითვალისწინებს იმ გაჭირვებული ადამიანის, ზუსტად იმ გაჭირვებას. იმას ფულს ისე თუ ასე თავისთავად პარავს და ხდება მილიონერი. აბა სხვანაირად საქართველოში თქვენ ხო კარგად იცით, ბიზნესი თითქმის არაფერი არ გეცდება. აი ეს არის ჩვენი ცხოვრების პირველად ზუსტად უარყოფა იმ ცხოვრების, რისთვისაც ჩვენ ქართველები ვართ საერთოდ მოვლენილი ამ ქვეყანაზე. შეიძლება ცოტა პათეტიკურად გამომდის, მაგრამ ქართველები იყვნენ აი ეს პატარა წერტილი, ეს პატარა საქართველო იყო დამცველი იმ მართლმადიდებლობის, რომელიც მაგალითად ჩვენს ირგვლივ ახლა ვიძახით ხო ჩვენ ევროპაში ვართ, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არც მაშინ და მაშინ განსაკუთრებით ახლა რო ვილაპარაკოთ და დღეს განსაკუთრებით და გუშინას და გუშინწინას ევროპა არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით შემოსეული მუსლიმანური ქვეყნებით, შემორტყმული გარს და ჩვენ ვიცავდით ჩვენ მართლმადიდებლობას და ამისთვის ვიბრძოდით და გადავრჩით. და აგერ აღარ მახსოვს ვინ თქვა, ერთმა პიროვნებმა თქვა, რომ ღმერთი თუ გინდაო რომ იწამო, უცხოელი პიროვნება იყო, საქართველო უნდა ნახო, საქართველოში უნდა ჩახვიდეო და მიხვდებიო, რომ ეს ქვეყანა რო გადარჩაო, ესო იყო იმიტომ გადარჩა ეს ქვეყანა, რომ ღმერთს არ უნდოდა ეს ქვეყანა გაწერულიყო. თორე არ არსებობდა არც ერთი წუთი არ არსებობდა, რომ ქართველი ადამიანი გადარჩენილი იყო, საქართველო გადარჩენილი იყო. ქართული გენი გადარჩენილი იყო, მაგრამ ჩვენ გადავრჩით ხო? და ჩვენ გადაგვარჩინა რამ? გადაგვარჩინა მართლმადიდებლობა. და ის ბურჯი, ის ადამიანი, ვინ ჩვენ გვყავს და გვყავს ადამიანები ძალიან ბევრი არიან პატრიარქის გარშემო. ბევრი. შეიძლება ზოგიერთი ვიღაცები არ მოგწონს ჩვენს და ესეთებიც იყვნენ ბევრი ჩვენ ნახეთ. ბევრი რომლებიც გამოდიოდნენ და პირიქით სხვანაირად ლაპარაკობდნენ. მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაზე არიან საქართველოზე გადაყოლილები. და იმათ არ ვეკითხებით არაფერს.
ეს არის კატასტროფა რა და ჩვენ ვიმკით ზუსტად იმას დღევანდელ დღეს. ყველაფერი ხდება ეს ზუსტად ეს უბედურება რა ჩვენ თავს ტრიალება. იგივე ის არაბიზაცია რაც ხდება. იგივე ის შემოსახლება რაც ხდება. ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ უარი უთხარით ღმერთს, ღმერთის კანონებით ცხოვრებას უთხარით უარი. აი ეს არის ყველაფერი, ეს არის მოცემულობა, აქედან უნდა დავიწყოთ. იგივე არის ზუსტად ეხლა ლაბარაკობთ, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ 1-2 რაღაცას ვიტყვი კიდე. დღეს გვინდა ჩვენ რომ საქართველო განვითარდეს, ხო? განვითარდეს, მაგრამ საქართველო არასოდეს არ განვითარდება. არასოდეს არ განვითარდება, რასაც განვითარებას ჩვენ ვეძახით, თუ ის ხიდი არ აღდგა, რასაც მამებს შორის და შვილებს შორის ჩატეხილი ხიდი ქვია. ეს ხიდი ჩატეხეს, აი ამ 30 წლის განმავლობაში მოახერხეს და ჩატეხეს. და დღეს უფროს თაობას იმ მარგალიტებს, რომლებიც დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან, იმ გამოცდილებას, რომელიც დღეს მათ გააჩნიათ და უნდათ რომ გადასცენ სხვას, თავიანთ თაობას თუ არა, მომავალ თაობას უნდათ რომ გადასცენ, მაგრამ იმათ არ უჯერებენ არავინ. არაფერში არ უჯერებენ. და იმიტომაც ხდება დღეს. დღეს მაგალითად შვილი მიტინგზე დგას, მამამ კი კიდე ამ მიტინგს ეწინააღმდეგება. ჩაეთვალეთ რომ აი ამით დაიშალა ოჯახები. ოჯახები აღარ არის ისეთი, როგორიც იყო მაგალითად აი რომ ახსენებენ ავაც ახსენებელ კომუნისტების პერიოდში. მაშინ იყო ოჯახები, დღეს აღარ არის ოჯახები. მაშინ იყო ოჯახის უფროსი, მაშინ იყო დედა, მაშინ მამა. მამა რასაც იტყოდა, კეთდებოდა ისე. და მამა არასოდეს არ იტყოდა ცუდს, დედა რასაც იტყოდა, კეთდებოდა ისე. შვილი დედას ემორჩილებოდა. დღესდღეობით ეს მოისპოთ, აი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორმე რომ აი ეს ხიდი აღვადგინოთ. ეს ხიდი რო აღდგება, ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება მერე. მერე დაიძრება ყველაფერი ისე როგორც საჭიროა. ნუ აი ეს მოკლედ თქვი და მერე კიდევ ვიტყვი ჩემი. აი მეგობრებო, ნამდვილად ესე იგი საჭიროა ამ ხიდის აღდგენა თაობებს შორის, მაგრამ ამ ხიდის აღდგენა მხოლოდ სიყვარული ხდება. ჩვენ წინაპრებს აქვთ ესე იგი ასეთი მოხთენილი სიტყვა რომ რაც მტრობას დაუნგრევიაო სიყვარულს უშენებიაო. სიმღერაც არის მოიხსენებათ და ეს უნდა გავმოიყენოთ ჩვენ აი ეს სიბზნე ჩვენი წინაპრების რომ აი ერთადერთი გზა რაც არის და რაც დაგჭა ყველას ეს არის სიყვარულის გზა და თანხმობის გზა და მე კიდევ ვიმეორებ რომ ყველა ერთ ნავში ზივართ ეს ნავი არის სწორედ საქართველო ამ ნავის რყევა არ შეიძლება გასაგებია კრიტიკა მისაღებია კრიტიკულები უნდა ვიყოთ და ყველას განსხვავებული აზრი გვაქვს ოჯახშიც არ არის ერთი აზრი მაგრამ არ შეიძლება ესე ვარყიოთ ეს ნავი რომ ესე იგი სახელმწიფოებრივად დავანგრიოთ და ის რაც ჩვენ ვიხილეთ ხუთი შეტევა თქვა მთავრობაზე მოლოტოვის კოქტეილებით და ეს ლიბერალიზმი ეს გარედან მართულმა ძალამ რაც ჩაიდინა ესე იგი მაქსიმუმი გააკეთა პრაქტიკულად ეს შეტევები მთავრობაზე ძალისმიერი და აღარ დატოვეს არც მოლოტოვის კოქტეილები და არც ამოყირება პოლიციის მანქანები და არც ნგრევა და რაღაცა ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის რყევა იმ ნავისა რომელიც შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს და ჩვენ დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა. ეხლა ის სხვა არის რომ ისინი რა თქმა უნდა ეს ძალები დასავლეთის შეკვეთას ასრულებენ იმ გლობალისტური ძალების შეკვეთას ასრულებენ ეს უკვე სცილდება ყოველგვარ კრიტიკას და ყოველგვარ მოთხოვნებს იმიტომ რომ აქ ჩვენ კარგად გაიშიფრა სწორედ რომ ელჩებიც იყო ჩარეული შემოდიოდა თანხები ამ თანხებით იარაღებს ყიდულობენ ჩვენ და ნახეთ ეს კადრებია მაშხალებს რო ესმოდენ ერთმანეთს და პრაქტიკულად ეს ტყუების წვიმა იყო ცეცხლოვანი ტყუების წვიმა იყო ესე იგი მთავრობის წინააღმდეგ და გასაგებია მთავრობას შეცდომები აქვს დაშვებული მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ დღეს შეეკრა ისეთ გარე ძალებს რომელთაც მხოლოდ ბოროტება უნდათ და საბოლოო ჯამში უნდათ რაღაცა ძალისმიერად ისეთი მთავრობის მოყვანა რომელიც შემდგომში აბსოლუტურად დაეუფლება ერს და ქვეყანას ეს როგორც იყო ნაცების შემთხვევაში დაიწყება ტერორი და შემდგომში ეს მოიქოქება ეს ქვეყანა
როგორც ერთი სამხედრო მანქანა და დაარტყავენ ამის შემდგომ რუსეთს და ვინ დაზარალდება ამით, რა თქმა უნდა, საქართველოს დაზარალდება ამით, ჩვენ ნახეთ უკვე უკრაინის მაგალითზე, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ესე იგი ვერ ვისწავლეთ ჭკუა 2008 წელიც არ გვიყო 2008 წლის ომი სწორედ ბატონი ესე იგი ნაცისტური მთავრობის მიერ წამოწყებული ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ასევე სავალალო დამთავრდა და ეხლა სურთ ამძალებს მეორე ავანტურა ამ გლობალისტური ძალების წაქეზებითა და დაფინანსებით სამწუხაროდ. აი ეს უნდა ვთქვა, რომ რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია. აი როგორც არ უნდა ვიხტუნაოთ, როგორც არ უნდა ესე იგი ვილაპარაკოთ თუ ვითამაშოთ თუ ვიაზრონოთ, მაინც ამ გზაზე უნდა გავიაროთ, სიყვარული გზაზე, ერთობის გზაზე. უნდა გულწრფელად შევხედოთ ყველა ერთმანეთის თვალებში და ერთადერთი რაც უნდა ვქნათ, ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ეს ქვეყანა ყველა ძალამ უნდა თანხმობით ააშენოს. აი გულის ამრევია ის რომ რაღაცას ვიღაცა ჩაიდენს და აი ხო მოგეწონათ დასავლეთის პრესის იმას ხარდაჭერას ეძებს და ჩადიან იქ ელჩებთან და იმ ელჩებთან ესე იგი ვიტყვიან შალახოს ცეკვავენ რომ ოღონდაც რაღაცა გამართლება მოიპოვონ იქიდან და მხარდაჭერა და სიტყვიერი ფიზიკური თუ მატერიალური. ეს არის ამაზრზენი მეგობრებო, ეს ძალები საბოლოო ჯამში ყველანაირად გამოაშკარავდება და ჩვენი ახალგაზრდობა მე ვფიქრობ რომ დღეს უმეტესობა მაინც მოტყუებულია, იმიტომ რომ ეს აკვიატებული ევროპაში გვინდა ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ დღევანდელი ევროპა რა არის, რომ დღევანდელი ევროპა არის დანგრევის პირას მიყვანილი და პრაქტიკულად de facto დაშლილია de jure არ არის ეს გაფორმებული ევროპის დაშლა, მაგრამ ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, ეს პროცესები, ნატოც დაშლის ზღვარზეა მიყვანილი და თვითონ ტრამპმაც თქვა რომ საბოლოო ჯამში ის აღარ დააფინანსებს ნატოს და ასე თქვა, ესეც de jure არ არის გაფორმებული, მაგრამ უამრავი წინააღმდეგობებია ნატოშიც. ამიტომ სად შედიხართ მეგობრებო? რადგინად ეს სტრუქტურები რომელიც იშლება, ხო? მიხედეთ თქვენ ქვეყანას და მიხედეთ საერთოდ სამშობლოს მიხედეთ და ნუ ხართ მარტო აი ამ გარე ძალების იმედად. გარე ძალების იმედად კი არა, საკუთარი ხალხის იმედად უნდა იყოთ და დაიდეთ და საკუთარ ხალხს ელაპარაკოთ, საკუთარ ახალგაზრდობას ელაპარაკოთ. და მე ისე ვამბობ, რომ თანხმობის გარეშე სხვა გამოსავალი არ არსებობს ქვეყანაში. რა ძალაც არ არსებობს საქართველოში, ყველამ უნდა ერთმანეთში ითანამშრომლოს, ყველა პიროვნებამ, ყველა ადამიანმა. აი მე ბატონო არის მინდა გადავწე, ესე იგი სიტყვა ამ კუთხით, აი ჯერ თქვათ იმ კანონებს, იმ ცუდ კანონებს, რა მოხრუჭი შეიძლება ჩვენ დაუდოთ, აი ეს ვარაუდი რომ შესაძლებელი უნდა იყოს ვეტოს დადება და შემდეგ რეფერენდუმზე გატანა საკამათო კანონების. როგორად გესახება თქვენ ეს და ამის შემდგომ ერთობაზე ვილაპარაკოთ ბატონო ვაჟა, ეს ერთობა როგორც ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვის. გვალოთ მივესალმები აუდიტორიას, მოგესალმები დიდო ქართველებო და დიდო მსოფლიო მოქალაქეებო. მე ჩემს მხრიდან ვეთანხმები ბატონ გიორგისაც, ბატონ გიგასაც. თუ სულიერება არსებობს საქართველოში, ეს არსებობს რა თქმა უნდა ჩვენს სასულიერო წრეებში. რაც უნდა თავი დავდო მეც და ჩემმა ახლობელებმაც, მე ვერასოდეს ვერ გაუტოლდები თუნდაც 1%-აც კი წლობით მოღვაწე ბერს ან მონაზონს. ამიტომ ესე ჩვენი აპარტამენტიდან გამოდის, რომ იქ სადაც არის მაღალი ზნეობა, მაღალი სულიერება და სამყაროსეული სიყვარული, ჩვენ განზე ყავს რეალურად ისინი გაწეული და რაღაც ჩვენი მიწიერი აპარტამენტული და მატერიალური აზროვნებიდან გამომდინარე კალაპოტით მართავთ როგორც ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ასევე საკაცობრიოსაც. თუმცა ჩვენ მეგობრებმა წინაზეც მოგახსენეთ და ძალიან კრიტიკულები ვართ, არა მარტო საქართველოში არსებული ცხოვრებისეული პირობებით, ფასეულობებით, ნორმებით, ზნეობრივი ნორმებით, არამედ საკაცობრიოც ღვთის კიდევ ერთხელ შეგახსენებ და ხანდახან მოგვიწევს ხოლმე ამის შეხსენება.
ღვთის მოვლენების მერე კაცობრიობა მიარა ღვთის საწინააღმდეგო დღემდე 21 საუკუნეა კაცობრიობა მიდის უფლის წინააღმდეგ, მიდის მოყვასის სიყვარულის წინააღმდეგ და იმიტომაც ვარ ჩვენ ასე დღეში რომ ხან ვიღაც არიული რასა, ხან გამორჩეული რასა, ხან სხვადასხვა კომპანიები იქნება თუ სახელმწიფოები თუ იმპერიები თავზე გვახვევენ თავიანთ დაბალ ფასეულობებს და ამ ფასეულობებით იცხოვრა კაცობრიობამ. იქ ჩვენ ქრისტესობამდე არ ვლაპარაკობთ, იქ საერთოდ რაღაც გაურკვეველი ბნელი ფასეულობები დომინირებდა, მაგრამ როცა უფალი მოევლინა ქვეყანას, ქვეყნიერებას იცხოვრო ისევ ასე უზნეოდ და ასე ჩაგრავდე შენს მოყვას და ასე ჩაგრავდე მოყვასთა კრებულ კაცობრიობას, ის უბრალოდ ყველას როგორც მეცნიერებს, ასევე სახელმწიფო მოღვაწეებს ბოდის მოიხდი და შუბლის ზარღი არც ქონია, არც აქვს და არც ექნება თუ ასე გააგრძელოს. ამიტომ ეს წინადადება ჩვენ არაერთგზის გავაჟღერეთ ჩვენ წინა გადაცემებში და კიდევ ერთხელ მხარს უჭერთ რომ ქვეყნის ერის ხალხის საზოგადოების მომავალი უნდა იბაროს მაღალი ზნეობის, მაღალი სულიერების, მაღალი და მარადიული ფასეულობების გუნდს. ეს არის ჩვენი ეკლესია, რადგან არაერთხელ გახმოვანებულა რომ მთავრობები მიდიან, კერპებიც იმსხვრევა ესა თუ ის კერპი, მაგრამ უფალი რჩება უკუნეთი უკუნისამდე. ამიტომ ჩვენ ამ პროექტს, იდეას ხარს უჭერთ არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რადგან სხვა რელიგიური მიმართულებებისადმი ჩვენი რაღაც ცოტა განსხვავებული პოზიცია გაგვაჩნია და თუ ჩვენ მართლმადიდებლები შევძლებთ ამას, რომ მოვაქციოთ ქვეყანა იმ მარადიული ფასეულობების კალაპოტში, რა თქმა უნდა, მათთვისაც იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი და ისინიც შეიძლება გამოფხიზდნენ და დაადგნენ არა მარტო მარადიული სინათლის და ამაღლებულობის, არამედ მარადიული სიყვარულის გზას. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მაგ საკითხისადმი, მაგრამ თქვენს ნებართვით მე ისევ გავაგრძელებდი ჩვენ დამი ალბათ წამოა როგორც შიდა პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ამ პარტაონი ხალხის აგრესია, რომ ჩვენ საუბრობთ რაღაც საოცარ ამაღლებულ ფასეულობებზე. არაფერზე არ საუბრობთ ხალხო, ეს არის ბიბლია, ეს არის სახარება და ის წმინდა ცნებები, რაც მათში არის დავანებული. მოდი ბიბლია რა გერტულია, ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ. აიღეთ სახარება და სახარების წაკითხვა, მე მგონი ყველა გონიერ ადამიანს შეუძლია. და დავინახოთ, რომ ეს პირველ რიგში იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგი და მე რა თქმა უნდა საზოგადოების, ხალხის, ერის და კაცობრიობისთვისაც კი. მაგრამ ეს სხვა რელიგიებიდან ვარ წამოვიდეს აგრესია, კიდევ ერთხელ აფიქსირებ მე და ჩემი მეგობრების შეიძლება ხოლმე მათ ისე აშკარად ვერ გამოხატონ ეს პოზიცია ამდენი დროს არ იძლევა ჩვენი თითოეული გადაცემა საშუალებას და მე თამამდები და ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველა გვიყვარს, ყველა უფლის შვილი. მიუხედავად თავიანთი რელიგიური აღსარებლობისა, თავიანთი მწამსისა, მაგრამ ჩვენ ვართ უპირველესად მართლმადიდებლები და ჩვენ ვართ თავაზობთ უგდავ და მარადიულ მართლმადიდებლურ სიყვარულს. აქედან გამომდინარე, ნუ ჩაგვეთვლიან მკრეხელობად, ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და თავაზობთ სრულ სიყვარულს. მიიღებენ, ეს მათ საქმეა, არ მიიღებენ, ესეც მათ საქმეა. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს პოზიცია და რატომ იგოჩინო ჩვენ მართლები ვართ? არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი საზოგადო მოღვაწე, დააკვირდით, არც სოფლიოში, არც დევანდელობაში, არც საქართველოში, არავინ არ საუბრობს საყვარელ აღშენებლობაზე. ისევ და ისევ ჩვენ მოგვიწია ბუდიში გაჟღერება და რა თქმა უნდა სასულიერო მოღვაწეები ხომ ამას აღჟღერებენ და აღჟღერებენ. და რა თქმა უნდა ჩვენ მათ კიდევ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ არც ვერევით, არც კომპეტენცია გაგვაჩნია, არც ისეთი ღრმა და ისეთი უდესონი რაც მათ გააჩნიათ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ რაღაც ელემენტარული სიწმინდე და მაღალი ზნეობა გადმოვიდეს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებაში. რა არის ეს? ეს გახლავთ, რომ როგორ აშენდა ეს
კაცობრიული ცხოვრება. გაჩნდა ადამიანი, გაჩნდა რასები, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, გაჩნდა სხვა ხალხები, ერები, სახელმწიფოები, რელიგიები და იმ მოვედით დღემდე. მოვედით ამ არეულ და ფასეულობად დაკარგულ კაცობრიობამდე. ამიტომ ჩვენი პოზიცია სწორედ ამ დაალაგებას, ამ თქვენს და ჩვენს სულიერ ამაღლებას ემსახურება და არა რაღაც ჩვენს პირად აჯინებას. და კიდევ ერთხელ გავახსენებთ, გადმოვიდეთ საქართველოში. გაიხსენეთ, ზვიად გამსახურდია სადმე ჩვენ ძალიან ბევრ მოქალაქეს გააჩნია რაღაც თავისი პოზიცია და იმ საოცარ უდიდეს მიღწევებს, რაც ბატონმა ზვიადმა შემოიტანა ქართულ სახელმწიფო ცხოვრებაში, ხშირად გადაუსვამენ ხოლმე ხაზს. მაგრამ აბა შევხედოთ, თითქმის 30 წელზე მეტი პერიოდი გავიდა, რაც ბატონმა მერაბად, ბატონმა ზვიადმა თავიანთი მხრებით მოიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ მოიტანეს მაღალზნეობრივი საქართველო. ის საქართველო, რომელიც უნდა ყოფილიყო უდიდესი სამეცნიერო მიღწევების, უდიდესი კულტურული მიღწევების, თუმცა მე ბოდიშს ვიხდი მათი სულების წინაშე, თუმცა მე თვითონ ბატონის ზვიადიც აღიარებდა, ბატონმა მერაბმა ვერ მოასწრო, რომ მოგვატყუეს, ბატონის ზვიადიც მოატყუეს, ბატონ მერაბსაც ატყუებდნენ და სხვა იმ კეთილ და ღრმა მოაზროვნე ხალხს, რომელიც მათ გარშემო მოღვაწეობდა, რომ მათ ჩათვალეს ეს მტაცებელი კაპიტალისტური სამყარო იმ კეთილშობილ ბანაკად, რომელიც ჩვენს წმინდა ეროვნულ საკაცობრიო ცხოვრებას მხარს დაუჭერდა. უბრალოდ გამოიყენეს ბატონი ზვიადი, ბატონი მერაბიც, რა თქმა უნდა, გახსოვთ როგორ გარდაიცვალა და ჩვენ ამოვშით ამ მდგომარეობაში. მაგრამ ისიც კი სანატრელი გვაქვს, სულ რამდენი თვე იარსება ჩვენმა დამოუკიდებლობამ სახელმწიფომ და გადახედეთ მას მერე ჩვენს როგორც საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს რა ხალხი ავსებს ბატონის ზვიადის მერე და რა ღირებულებები ჟღერდება პარლამენტიდან. რა ღირებულებებს უჭერს ხარს კულტურული მიმართულებები, სამეცნიერო მიმართულებები. ჩვენ ვართ რეალურად თავსმოხვეული კატასტროფის კალაპოტში და აგერ ჩვენმა მეგობარმა გიგამ შენიშნა, რომ ჩვენ მივედით უკვე ფაქტიურად კატასტროფამდე. ოჯახები გაყოფილია, ჩვენი შვილები ფაქტიურად ჩვენ აღარ გვეკუთვნიან, ისე ცნობიერება აქვთ და ჩვენ ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, რომ თავარი ორიენტირი დავკარგეთ ის მარადიული სიმაღლე, მარადიული სიყვარული უფლის და იქიდან გამომდინარე ის სიკეთე, რაც შეიძლება მოდიოდეს ყველასთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. მე კიდევ ერთ პოზიციას მოგახსენებდით, რომ ხშირად ალბათ უნდა გავიხსენოთ რა როლი ჰქონდა საქართველოს წარსულში. გაიხსენეთ ვახტანგ გორგასალი რატომაა წმინდა ადამიანი, მას ჰქონდა ბედნიერება შეეცნო უფლის იდეადე და რა ანდერძი დაგვიტოვა. ფაქტიურად ეძიებდეს სიკვდილსა ქრისტესთვის. ასევე უმაღლესი თვითშეწირვა გამოავლინა ყველა დიდმა მეფემ, ყველა დიდმა მოღვაწემ, მოწამემ და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში. თუნდაც ბოლო ჩვენი დიდი მეფე ერეკლე მეორე რაოდენ ამაღლებული ქრისტიანულად მოღვაწე მეფე იყო, თავგადადებული. და ჩვენ როგორი ცხოვრების ცხოვრობთ დღეს და როგორ ცხოვრებას გვთავაზობენ ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. სად არის ეროვნულ საკაცობრიო საზოგადოებები, სად არის ეროვნულ საკაცობრიო მიზნებით აღჭურვილი პარტიები? ისინი არ არსებობენ. და გვთავაზობენ რაღაც მხოლოდ მიწიერ კეთილდღეობას, რომ ჩვენ ბოდიში გვექნება ოქროს მოწყობილობის სხვადასხვა ნივთები, სხვადასხვა ძვირფასი ტექნიკა და ეს არის ჩვენი მომავალი. მაგრამ ამ წარსულში მე მინდა ერთ მომენტს გავუსვათ ხაზი ყველამ. თუნდაც ჩვენ ძველ წელთა რიცხვამდეც კი, როდესაც ფარნაოზმა დააარსა საქართველო, მას გვერდში ედგა სელევკიდების სირია. შემდეგ ფარსმაკოლს ედგა გვერდში ისე რომი.
შემდგომ მირიან მეფეს ედგა კონსტანტინე დიდი. ვახტანგ გორგასალის მთელი მოღვაწეობა მეორე პერიოდი არის ბიზანტიის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა. შეიძლება ისეთი აქტიური არ იყო, მაგრამ ეს მხარდაჭერა. იგივე აიღეთ მე ბაგრატ მესამე, ბიზანტია უდგას გვერდში და წამოდით ზევით. ანუ საქართველოს ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ადგილი როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ჩვენ იმ უდიდეს მიზანს ვერ შევეჭიდეთ, რომ ჩვენ ყოფილიყავით დიადი საქართველოს. ჩვენ ვიყავით, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული სახელმწიფო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მაგრამ რომ არა ბიზანტია და რომ არა შემდგომში რუსეთი, რომელმაც ჩვენ ამოგვასუნთქა ამასიის ზავის მერე და კარგად იცით, რომ 10 მილიონი ქართველი ყავს მარტო თურქეთში გაყიდული, როგორც ჩვენ შიდა მტრებს, ასევე რა თქმა უნდა, ოსმალო და ჩრდილო კავკასიელ მტაცებლებს. აი ასე გავაგრძელებდი ცხოვრებას და ის მე-19 საუკუნის აღორძინება რაც იყო სულიერ კულტურული აღორძინება რაც მოხდა, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსეთის იმპერიას არ ჰქონდა კლანჭები და თუ რაიმეს შენიშნავდა მის საწინააღმდეგოს ის ამას არ აღკვეცავდა. ამიტომ მე გთხოვდით, რომ გავაკეთოთ მოდელირება. რამდენად ვართ ჩვენ მზად 20-30 წლის განმავლობაში ვიარსებოთ, ვიყოთ ქართველები, ასე ცხოვრებით. ვიარსებოთ ჩვენი ქართული ადაწესებით, კულტურით, ნეობით და ასევე შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა ამ რეგიონში, სხვა, ანუ ამ შემთხვევაში მე გთავაზობთ რუსეთთან ურთიერთობას, ოღონდ რუსეთთან, მართლმადიდებლურ რუსეთთან და არა იმ იმპერიულ რუსეთთან, რომელიც ბევრს აშინებს და რა თქმა უნდა ჩვენც გვაშინებს. აი ეს არის ჩემი ბუდდის მოხდი ძალიან გამძლეობა, მაგრამ ცოტა ოპტიმისტურ იმაზე ნოტაზე დავამთავროთ, მე ასე ვფიქრობ, მეგობრებო, რომ ყველაფერი ეს მართალია, მაგრამ ისიც ნახოთ და დავინახოთ, რომ ნამდვილად არის პარტიები, ბატონო ვაჟა, ბატონო გიგა, არის ეროვნული პარტიები შექმნილი, არის ეროვნული არასამთავროები შექმნილი, ეროვნული ტელევიზიები, ეროვნული სულისკვეთების ტელევიზიები შექმნილი, რომელიც ესე იგი იღწვის მიუხედავად იმისა, რომ პირობები არ აქვთ ისეთი, როგორიც უნდა გქონდეთ, საკმაოდ ცუდი და დამძიმებული გარემოა, მაგრამ იღწვის სწორედ ეროვნული აზრის გამოფხიზლებაზე, ჩვენი ახალგაზრდობის ასე თქვათ მოქცევაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ლიბერალური მასმედია მათ სულებზე და გულებზე ნადირობდა, სწორედ თუნდაც ის რუსთაველის მიტინგები გახსოვთ თქვენ, რომ ევროპაში გვინდა ეს გადაღებული უეპალაციო სურვილი ჩვენი ახალგაზრდობისა. მაგრამ მეგობრებო, შემოვტრიალდეთ სამშობლოსკენ, ევროპაში კი არა, სამშობლოში ვიყოთ, პირიქით ჩამოვიდეთ, ამ აქაურ ესე იგი ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავებათ, ამ ფერხულში ჩავებათ და ჩვენ სამშობლოს მივხედოთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდობა. და დღევანდელი პარტიებისა და დღევანდელი ეროვნული პარტიებისა და ეროვნული არასამთავროების ეროვნული სულისკვეთების ტელევიზიისა და მასმედიის, რომელიც ჩანასახობრივ მდგომარეობაში ვართ პრინციპში, ვერ ვიტყვით რომ ისე ვართ ფინანსურად როგორც ეს ლიბერალური ორგანიზაციები და ლიბერალური მასმედია, მაგრამ მაინც ვარსებობთ, ვიღწვით, ბრძოლობთ, შრომობთ. ბატონო გიგა, რა სიტყვით, არის ოპტიმიზმი ამ კუთხით, მე მგონია? არის, გიორგი, მართლა არის, იმიტომ არის, რომ ეხლა რა არის, იცით, დღესდღეობით ეხლა რაღაცა ძვრები არის და რაღაცები რო ხდება, თუ გინდათ ის არაბიზაცია რაც ხდება ეხლა ის. ამან ძალიან იმოქმედა, როგორც ცუდი არის თავისთავად რაც ხდება, რაც მოინდომეს, მაგრამ ამან იმოქმედა ადამიანების გამოფხიზლებაზე. და დღეს უკვე ცოტა ურთიერთობა ბევრთან ვისთანაც ჰქონდა და ცოტა სხვანაირად ლაპარაკობენ დღეს, იმიტომ რომ რაღაცეები სხვანაირად დაინახეს. უკვე ის საშიშროება დაინახეს, როცა ქუჩაში გადიან და რაღაცეები ისეთები ხდება, რომელსაც არ მოელოდენ. თვალის უფრო გაახილეს, იცით რა არის, ზოგი მიდიოდა სახლში, რუტინა ჰქონდა, მიდიოდა სახლში, მოდიოდა სახლში და ვერ ამჩნევდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ირგვლივ. ეხლა დღესდღეობით დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ უნდა გავერთიანდეთო.
დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ხალხი ერთმანეთთან უნდა მივიდნენ, ხელი უნდა მოვკიდოთ. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლა საქართველოსთვის ფიქრობენ და გული რო შეტკივათ. უბრალოდ დღევანდელი ცხოვრება ისეთი მოიტანეს, რომ ადამიანს უკვე საფიქრელიც აღარ აქვს. აქ საფიქრელი სახში რა მიიტანოს, რომ ოჯახი გამოკვებოს. ამაზე ფიქრობს ძირითადად და ვერ ხედავენ იქითკენ რა ხდება გარეთ და დღეს უფრო დაინახეს. დღეს დაინახეს, რომ თურმე ის სახში რომ მიაგდა იშვილს, რომ საჭმელს არ მოაკლებენ, თურმე სხვა რაღაცა შეიძლება მოაკლდეს. სამშობლო შეიძლება მოაკლდეს, ხო? აი ამის უკვე შიში გაუჩნდათ. შიში რო გაუჩნდათ, ამან თავისი გამოიტანა და იმედია რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა იყოს. ძალიან ცუდია რომ პატარა დრო ყავს, ბევრი მქონდა სალაპარაკო და აი ეს მინდოდა მეთქვა 4 წუთი და ეს ვიტყვი კიდე დავამატებ რომ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ და ოღონდ ისე კი არ უნდა გავერთიანდეთ რომ იცახიან ბევრი ამბობს კი გავერთიანდეთ მოდით ჩემთან არა ერთმანეთთან მივიდეთ ერთმანეთს დაველაპარაკოთ ეს არის მთავარი ერთმანეთთან ჩემთან მოდი არა ერთმანეთთან მივიდეთ აი ეს არის რა და ერთმანეთს უკვე ჩავხედოთ უნდა თვალებში უკვე დრო დასაკარგი აღარა გვაქვს ნამდვილად ერთობის დრო არის და თან როგორი ერთობის დრო არის იცით აი მე გეტყვი თქვენ მეგობრებო ხალხის შეკვეთა ასეთი ჩვენ აქციებზე როცა ვართ ხოლმე მოდის ხალხი ჩვენთან და გვეუბნება ასეთ რამეს მე ბევრჯერ მომისმენია ეს რომ ერთად დავდექით აი ცნობად სახეებს განსაკუთრებით ხოს ხალხი მოუწოდებს აი აქციებზე მყოფი ადამიანები მოდიან და ეუბნებიან რომ ერთად დადექით ერთად იყავით და წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას არ მოგცემთ აი პირდაპირ ასე იძახის ხალხი ცნობად სახეებს თხოვს პარტიის ლიდერებს არასამთავრობოების ლიდერებს ყველას და მათ რაც მეგობრებო ესე იგი ჩვენ მარტო კი არ უნდა მოუწოდეთ ხალხს რომ აი წადით აქციებზე და მიდით ერთმანეთს ჩვენც უნდა მივიდეთ თქვენც უნდა მივახვიდეთ ყველა ლიდერი ეროვნული მოძრაობის ყველა ლიდერი ერთად უნდა დადგეს და ხალხმა უნდა შეხედოს ამას და შემდგომ ალბათ არჩევნებშიც იქნება იმის საშუალება რომ ეს მოძრაობა ბლოკის საკეთაც გამოვიდეს რაღაცა პოლიტიკური სიმპათიები გაჩნდეს უფრო მეტი და აი ამ ბლოკმა კიდე მიიღოს ის საერთო საყოველთაო სახალხო ხმა რაცაც ელოდება ესე იგი ჩვენი საზოგადოება ჩვენ ველოდებით ნამდვილად ეროვნული მთავრობის მოსვლას მეგობრებო უნდა ეს უამრავი წყურველი ერის სამკურნალო ისე ეროვნულმა მთავრობამ უნდა გადაჭრას მომავლის მთავრობამ უნდა გადაჭრას და მე ასე ვფიქრობ რომ ჩვენ გვეღირსება აი ასეთი ეროვნული მთავრობის არჩევა რომელიც აი ამ ბევრ საინტერესო რეფორმას ჩაატარებს ქვეყანაში და ბევრ წყურვილს დაუწყებს ნამდვილად მკურნალობას გულწრფელად ესე იგი რამდენად ამას მოკლედ დროში მოახერხებს ეს საკითხავია მაგრამ ფაქტია რომ ესეთი გულწრფელი სურვილი იქნება ამისი მთელი საზოგადოებისი და ეს მხოლოდ ერთიანი ძალებით შეიძლება. მეგობრებო, ნამდვილად ესე იგი პოზიტიურ ნოტაზე უნდა დავამთავროთ ყოველთვის ჩვენი გადაცემა იქნება ერთობა ჩვენ აი მოველოდებით ამ დიდ ერთობას ეს ერთობა ეხლა უკვე ფეხს იდგამს აი ამ მრავალ ათასიან აქციებზე აქციები რომელიც არის არაბიზაციის წინააღმდეგ ვიეტნამიზაციის წინააღმდეგ და საერთოდ აი ამ ლიბერალიზაციის აი ამ უღმერთო ლიბერალიზაციის წინააღმდეგ და ერთად ვიყიაროთ ამ გზებზე ჩვენ შვილებთან ერთად ვიაროთ აქციებზე ჩავყიდოთ შვილებს ხელები და ახალგაზრდობა შემოატრიალოთ ჩვენსკენ საქართველოსკენ სამშობლოსკენ არა ემიგრაციისკენ და წასვლისკენ არამედ სამშობლოში დაბრუნებისკენ და მამებთან ერთად გვერდზე იდგეს ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდობა და ერთად ვაშენოთ საქართველო. მეგობრებო, ესე ამას ურჩევ მე თქვენ ოჯახებს, ამას ურჩევ თქვენ ყველა კეთილი მსურველს და ერთად ვიაროთ საქართველოს შენება, ერთობით და სიყვარულით. აი ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა თქვენთვის ჩვენი გული და სული თქვენთანაა ჩემო პატრიოტებო ჩემო რამაზო ქართველებო დიდო მოქალაქეებო და მრავალჟამიერს გისურვებთ საქართველოს აღორძინებას გისურვებთ ყველაფერი კეთილი თქვენსკენ